სენატორო ნება მომეცით გესაუბროთ როგორც ადამიანი, რომელიც სამხედრო სამსახურში სწორედ ალ-ქაიდას 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ წავიდა. მე მთელი ჩემი ცხოვრება და ძალისხმევა მიუძღვენი ტერორისტების განადგურებას. თუმცა ჩემთვის და 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვისაც შოკის მომგვრელი და მოღალატეობრივი იყო, როდესაც კონგრესში ყოფნის დროს შევიტყვე ბარაკ ობამას ორმაგი ხასიათის პროგრამებზე, რომლის უმთავრეს მიზანს სირიის რეჟიმის დამხობა წარმოადგენდა. ობამა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც ახლა უკვე საჯარო გახდა, აიარაღებდა და აძლიერებდა ალ-ქაიდას, რათა სირიაში რეჟიმი შეცვლილიყო. არსებითად მან კიდევ ერთი რეჟიმის ცვლილების ოპერაცია წამოიწყო ახლო აღმოსავლეთში. თავდაცვის დეპარტამენტის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ობამას პერიოდში დაიწყო, რომლის ფარგლებში დაახლოებით $9 მილიარდი დაიხარჯა ზომიერი მეამბოხეების დასაფინანსებლად, როგორც ამას ობამას ადმინისტრაციის დროს ეძახდნენ. Is widely been known, looked at and studied that ultimately resulted in over $500 million being used. სინამდვილეში ეს ზომიერი მეამბოხეები ალ-ქაიდას აფილირებული წევრები იყვნენ სირიაში. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ კეთდებოდა, რომ სირიაში მოქმედი რეჟიმის შეცვლა მომხდარიყო. ობამას ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ის, რაც ისედაც აშკარა იყო. რეჟიმის შეცვლის ოპერაცია სირიაში, რეჟიმის შეცვლის ოპერაცია ერაყში, კადაფისა და მუბარაქის დამხობა აუცილებლად გამოიწვევდა რადიკალი ისლამისტების აღზევებას, ისეთების როგორიც ალ-ქაიდაა. მე გული არ მწყდება ასადის რეჟიმის დამხობაზე, თუმცა ახლა სირიაში რადიკალი ისლამისტი ფლობს ძალაუფლებას. ეს არის ადამიანი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ ქუჩებში სიხარულის განცეკვავდა. ეს არის ადამიანი, რომელიც იდლიბში რადიკალ ისლამისტებს ხელმძღვანელობდა და ეს არის ადამიანი, რომელმაც უკვე დაიწყო სირიაში ქრისტიანი უმცირესობების დახოცვა. ჩემთვის წარმოუდგენელია თუ რატომ უნდა იყოს ეს მოცემულობა ვინმესთვის მისაღები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენს ინტერესებს არ ემსახურება. Why that should be acceptable to anyone is beyond me. It is certainly not. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.